და ვიდრე გადავცემდეთ სიტყვებს სხვა დამცრე საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს, მინდა სულ ირიდი წუთით სპეციალურად ვითხოვეთ და ამოვწერეთ მოკლე რეზუმე იმ აქტივობების, რომელსაც კომიტეტი ატარებდა ზოგადად ჰერეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში. დაახლოებით კი ზუსტად 17 წერილი იყო შემოსული ამ თემაზე ჩვენთან რეაგირებისათვის. ქონდა არაერთი შეხვედრა ჰერეთის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქაც ბრძანდებიან დღეს ჩვენთან დარბაზში და იღებენ მონაწილეობას ჩვენ სხდომაში. კონკრეტულად ჰერეთის სახლთან დაკავშირებით პირველი მთავარი პრობლემა, რასაც გვიყენებდნენ მეგობრები, იყო ფართის გამოყოფა. ორჯერ გავაგზავნეთ ჩვენ წერილი თბილისის მერიაში, ისევე როგორც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იმ დროინდელში. შედეგი ისო, რომ მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მე რატომ მინდა გავუსვა ხაზი ამ მომენტებს, რომ ჩვენს გვმართებს ალბათ ხელისუფლებას გაცილებით მეტის გაკეთება და მეტი ყურადღების გამოჩენა ჰერეთის პრობლემატიკის მიმართ. იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება არის ზედაპირული და შეიმჩნევა ჩემი თვალთახედვიდან ტენდენცია, რომ არ შეიძლება ნაკლებ პრობლემაზე ვისაუბროთ ჰერეთის მოსახლეობასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა არ არის არც ჰერეთის მოსახლეობის ინტერესებში და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის ინტერესებში. შემდეგი საკითხი იყო, ესე იგი, ისტორიული ქართული დიასპორის ეროვნული თვითყოფადობის და იდენტობის შენარჩუნების მიზნით ჰერეთის სახლი ითხოვდა პროგრამის პროექტების მხარდაჭერას, ასევე იყო გაგზავნილი წერილები საგარეო საქმეთა სამინისტროში, კულტურის და სპორტის სამინისტროში. კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოთქვა მაშინ მზადყოფნა, რომ ჰერეთის სახლის მხარდაჭერას აუცილებლად გასწევდა, თუმცა მიზანშეწონილად არ ჩათვალა მისი ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულად ჩამოყალიბება. ქალაქ კახში, აზერბაიჯანში ქართული კულტურის ცენტრის, კახის კულტურის სახლის ფუნქციონირების აღდგენაზე იყო საუბარი, ეს იყო თხოვნა, რომელიც შემოვიდა კახის მოსახლეობიდან. ჩვენ ასევე დავაგზავნეთ მაშინ თხოვნები და ვთხოვეთ პოზიციების გამოხატვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის და სპორტის სამინისტროს. იყო რა თქმა უნდა კომუნიკაცია, ამ სამინისტროებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე წელიწადი აწარმოებენ მოლაპარაკებებს კახის ქართული კულტურის ცენტრის აღდგენის თაობაზე, თუმცა საკითხი ჭიანურდება და გადაწყვეტა ვერ ხერხდება დღემდე. შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სოფლის, რაც თქვენ ბრძანეთ, ბატონო, საავადმყოფოს, რომელიც აშენდა და შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ არის პრაქტიკულად გამოუყენებადი იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ არანაირი აპარატურა არ არის დამონტაჟებული, რომელიც აუცილებელია სამედიცინო მომსახურების გასაწევად. წერილი მაშინ გავაგზავნეთ ჩვენ და გვქონდა კომუნიკაცია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია, ესე ვთქვათ, საპასუხო არ ყოფილა, არანაირი პასუხი ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვენ არ მიგვიყია. რაც ყველაფერს თავი დავანებოთ ელემენტარული ურთიერთობების დარღვევა აღმასრულებელს და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. აზერბაიჯანის ქართველობის ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ თანამემამული სტატუსის მქონე პირებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გავრცელების თაობაზე. ამის თაობაზე საჭიროა გაიმართოს ალბათ უფრო ფართო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯერჯერობით ჩვენ ამ საკითხს თავი ვერ მოვაბით და ამაში დაგვჭირდება ჩვენი კოლეგების დახმარება პარლამენტში. სასკოლო სახელმძღვანელოებში ისტორიული ქართული დიასპორების, კერძოდ ისტორიული ჰერეთის შესახებ ობიექტური და სრული ინფორმაციის ასახვის საჭიროება. ჩვენ მაშინვე მივმართეთ განათლების და მეცნიერების მინისტრს და ხა მე ვამბობ წინა შემადგენლობის სამინისტროზე, არადღევანდელ გაერთიანებულ სამინისტროზე. შედეგი რა იყო? მივიღეთ პასუხი მაშინდელი სამინისტროდან, ამ მიმართულებით იგეგმებაო მნიშვნელოვანი სიახლეები, კერძოდ სახელმძღვანელოებში განსაზღვრული იქნება და ფუნდამენტალურად დამუშავდება ცნებები ჰერეთი
და დიასპორები, ქართული დიასპორები ეს ხო დაპირება სამინისტროდან აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხი. განათლების სამინისტროსთან მქონდა კონსულტაციები და შედეგად მომზადდა ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. ცვლილებები ითვალისწინებდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო საგრანტო თანხების ახლებურად გადანაწილებას, რათა მათი დაფინანსების სისტემა ეფექტურად მორგებოდა არსებულ რეალობას და პრაქტიკული თვალსაზრისითაც ხელი შეეწყო ჩვენი თანამემამულეების ქართულ საგანმანათლებლო სიცეში ინტეგრაციისთვის და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში გვაქვს გარკვეული წინსვლა და საკმაოდ პოზიტიური შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით. დიდი მადლობა თქვენს კომიტეტსაც, გავუდმო მარიამ, ძალიან აქტიური როლისთვის, წამყვანი როლისთვის პრაქტიკულად ამ საკითხის მოგვარებაში. შემდეგ ზაქათალის რაიონში ქართველებით დასახლებული მრავალრიცხოვანი სოფელ ალიაბადში ქართული სკოლის გახსნის თაობაზე იყო მომართვა. ჩვენ მიმართეთ მაშინ როგორც სამინისტროს განათლების ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს, მაგრამ სამწუხაროდ წერილობითი პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დროა გასული მას შემდეგ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის და ბელაქანის რაიონებში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენელი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ეგრეთ წოდებული კვოტირების სისტემის შემოღების ან აღდგენის და ამ რაიონებში საშუალო სკოლების ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განათლების მიღების კუთხით ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმის შემუშავებაზე ჩვენ მქონდა ესე იგი კომუნიკაცია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ რეაგირება მაშინდელი განათლების და მეცნიერების სამინისტროდან არ მოჰყოლია ამ თემას. ქართველებით დასახლებულ რაიონებში საშუალო სკოლის დაამთავრებელი საატესტაციო გამოცდის ივნისის თვეში გადატანის შესახებ იყო თხოვნა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკებების გამართვა იყო თხოვნა. ჩვენ რა თქმა უნდა ეს თხოვნა დავაყენეთ, მაგრამ მოლოდინიც ჰქონდა რო გითხრათ სიმართლე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ამას თანხმობა არ მოჰყოლია და ეს მოთხოვნა სამწუხაროდ ვერ დაკმაყოფილდა. ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში უდიური დიალექტის სავალდებულო სწავლების პერსპექტივაზე შესაბამისი ზომების მიღებაზე წერილები გაეგზავნა განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს წერილობითი პასუხი არ შემოსულა კომიტეტში ამ თემებთან დაკავშირებით. საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული ისტორიული დიასპორით დასახლებული რაიონების ქართული მაუწყებლობის სიგნალებით დაფარვის თაობაზე იყო მომართვები. ჩვენი რეაგირება იყო, რომ ჩვენ დაუკავშირდით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ასევე ტელერადიო ცენტრს და ამ უწყებების ხელმძღვანელობა გამოთქვეს მზადყოფნა კონსულტაციებისთვის აღნიშნული პრობლემების მოგვარების საკითხზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ისტორიული ქართული დიასპორით დასახლებულ რეგიონში ყოველწლიურად მიმდინარე სპორტული ღონისძიების დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მხარდაჭერაზე იყო მოთხოვნები. ჩვენი მხრიდან გაეგზავნა წერილი საქართველოს კულტურის და სპორტის მაშინდელ სამინისტროს და ისე როგორც ჩვენს კოლეგებს კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში. სამწუხაროდ ამაზეც რეაგირება არ ყოფილა. ერთია რომ ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს მხარდაჭერა კი აღმოუჩინა, რამდენადაც ვიცი და მომავალშიც დაპირდა, რომ ის იყო ფეხბურთის ფედერაციიდან გადადგმული ძალიან პოზიტიური და ძალიან მისასალმებელი ნაბიჯი და მინდა რომ ფეხბურთის ფედერაციას და მის ხელმძღვანელს ჩვენს ძვირფას მეგობარს გადავუხადოთ. დიდი მადლობა ამისთვის. დედოფლის წყაროს და ზაქათალის რაიონების დამაკავშირებელი ხიდის, სამთაწყაროს ხიდის აღდგენისა და დაწესებული რეგულაციების შეცვლის თაობაზე იყო მომართვა. მაგრამ ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ჩვენ კომიტეტმა თავი შევიკავეთ ამაზე წამყვანი როლის შესრულებაზე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენ კომიტეტის თემა და მე ვფიქრობ, რომ სხვანაირ ფორმატშია წამოსაწევი ეს თემა და სწორი ადრესატები არის მოსაძებნი
აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემების დადებითად გადაწყვეტის მიზნით სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე იყო ესეთი წინადადება, შემზე იყო მომართვები, ასევე გახსოვთ გიორგი თქვენც ეს ხო? შენიშვნები, ხო, და მომართვები იყო კომიტეტის მხრიდან როგორც ვიცით კი არა დანამდვილებით ვამბობ, რომ ეს საკითხი დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნომერი 429 ფიტოსანიტარული სასაზღვრო საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე და ამ დადგენილებით განსაზღვრულია საფოსტო გზავნილით ან გზავრის ბარგით, ხელბარგით შეუნტანი საქონლის ოდენობა და ერთნაირად ეხება ეს საქართველოს მოქალაქეებს, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მე მინდა ვთქვა ორივე სიტყვით, რომ მე ძალიან დიდი მეც ვამყარებ იმ ვიზიტზე, რომელიც გაიმართება ხვალდაზე საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ საკითხის დაძვრა მოხდება ამ ვიზიტის შედეგად. შემდეგ რა თქმა უნდა, არქივები ინაცვლებს როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში და შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგროვებული პრობლემების გადაწყვეტა დავიწყოთ ეტაპობრივად.